სიზმარში მითხრა ღმერთმა, ლოცვაში რომ ყოვლის მყრობელს და ყოველგვარი გარემოების მეუფეს მიწოდებ. რატომ ბრაზობ ჩემს მიერ მოვლენილ ადამიანებზე შენს გარშემო? განამართი სახით მე არ მოქმედებ? განა შეუძლიათ რამე ქმნან თავიანთი ძალით თუ არა ჩემგან? განა გააჩნიათ ხელმწიფება შენ სულზე ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ? მიმტკიცებ რომ ძალიან გიყვარ ვარ და ჩემ კუთვნილ სტატუსს კი ბღალა ჩემ საკუთარ ქმნილებაზე ზეგავლენას და ხელმწიფებას მიკარგავ. მეუბნები ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ და ამავე დროს შენს გარშემო მრავალ უწმინდურობას ამჩნევ, რითაც ვერც კი ამჩნევ ჩემი ქმნილების ძირითად დანიშნულებას, რაც ჩემი ქმნილების სიღრმის ყოველგვარ გაუფასურებას ნიშნავს, მის შეუფასებლობას, მისი სიღრმის ჩაუწვდომლებას, ჩემი არაპროფესიონალიზმის აღიარებას. და თან გიკვირს რომ ვერაფერს ვერ სწავლობ ჩემთან ურთიერთობის აღსადგენად. მთელ სამყაროს გიქმნი, შენ კი ვერ პოულობ. თხოვ რომ თვალები აგიხილო, გულით კი მთელ ჩემს ქმნილებას ნაკუწ აქცევ, სადაც თითქმის 100% გადასაყრელი და უაზრობაა, ყველანაირად გამოუყენებელი, მოსაწყენი და ისეთ დონეზე გაუსაძლისი, რომ თვითმკვლელობაც კი გამოსავლად გეჩვენება. თითქოს მილიონი წელი გქონდეს მოცემული საცხოვრებლად ამ ქვეყანაზე. ცოდვების მიტევებას მთხოვ, ხოლო მათ გამომწვევ მიზეზების აღმოფხრაზე არც რამის გაგონება და არც რამის გაკეთება გსურს. ყოველ დღე გპატიობ ცოდვებს, მაგრამ ყოველ დღე თავიდან იწყებ მათ ქსელის გაბმას. ან კი რატომ უნდა მჭირდებოდეს ამ ყველაფრის შენთვის სიზმარში გამოცხადება? განა ცხადში დამიმალავს ეს ყველაფერი. თქვა და ნათელში გაუჩინარდა, მე კი ციულმა ოფლმა გამაღვიძა.